მოგესალმებით მეგობრებო, ყველას როგორ ხართ? დღეს განვიხილავთ ქოროსის თვალს, იგივე ქოროსის თვალებს. ქოროსის თვალებს, რადგან დღეს ისეთი ამბავი გავიგე, რომ თურმე ქოროსის თვალის ნიშნულობა არ ესმის ხალხს და არც ქოროსის თვალების ნიშნულობა არ ესმის ხალხს, რა თქმა უნდა, მაგრამ ქოროსის თვალში რო შევხედოთ, უნდა გავიგოთ ჯერ ქოროსის თვალები. ქოროსის თვალები და ასე შემდეგ. მოდი ახლა აი აქ თქვენ სურათზე, არ ვიცი თქვენთან რამდენად კარგად ჩანს. ხელში მიჭრავს იგივე ქოროსის თვალი, ეს არის ჩემს მიერ შედგენილი ქოროსის თვალი, მეგობრებო, და მე 2 წლის წინ ამაზე განვაცხადე და 2 წლის წინ თუ 1 წლის წინ არ ვიცი ზუსტად როდის იყო, ყოველ შემთხვევაში ჩემს ლაივებში გამაცხადე ამის შესახებ, როდესაც ქოროსის თვალი შედგა ამ 2 თევზის მიხედვით. ეს არის, ესე იგი, ასომთავრული ანბანი. აი ეს ანბანი მოთავსებულია თევზის მხარში, ეს ხედრულით და ასომთავრულით ასევე მოთავსებულია ჩვენს თევზის მხარში. სხვათა შორის, ჩემმა მაყურებელმა მთხოვა, რომ მოდი იცი რაო, ეს შუქინურებს ემშლის, ამიტომ გამიქვა ეს ჩავთავ. ჩემმა მაყურებელმა მთხოვა, რომ ეს განიხილეო თევზებიო, თუ როგორ შედგება სიტყვები აქედან და ამასაც განვიხილავ ამ დღეებში, მაგრამ დღეს არა. დღეს ვისაუბრებთ რა არის ქოროსის თვალი და როგორ შედგა ქოროსის თვალი. ეს 1 საათში ან 2 საათში ჩასატევი თემა ნამდვილად ძნელია. არ არის ეს 1 საათში ჩასატევი თემა, მაგრამ მე დაახლოებით გეტყვით, რას ნიშნავს ეს ქოროსის თვალი, რომ თქვენ წარმოდგენოთ, შეგიქმნათ რეებს ვბღაჯნი მე აქ, ხო? ასე ჭყალებში ვბღაჯნი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ აი ეს წარმოდგენა, აი ეს ქოროსის თვალი, რომელსაც თქვენ უყურებთ, არის ესე იგი რომელი წელი იყო? წელი არ მიწერია აქ. წელი არ მიწერია, მაგრამ ავხსნი ახლა რა. ძალიან რთული არის ასახსენად, მაგრამ აი სიდონების თხოვნის მიხედვით დღეს გქონდა საუბარი, რომ ვერ გაიგეს, ხალხს არ ესმის რა არის ქოროსის თვალი და არც მიკვირს ახლა საიდან უნდა იცოდეს. ხო? დავიწყებ, უბრალოდ ახლა ვეძებ, საიდან დავიწყო, იმას ვეძებ რა. საიდან დავიწყო. მოდი პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ქოროსის თვალი შედგება წრეებისგან. 2 წრეა, ხო? ერთი არის გარე წრე, მეორე არის შიდა წრე. რატომ შედგება ეს 2 წრისგან? ამასაც მნიშვნელობა აქვს. რატომ შედგება შიდა წრისგან და გარე წრისგან? და აი ამ შიდა წრეში თქვენ ხედავთ, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მე მგონი თქვენთან ცოტა ბნელად ჩანს, ხო? მოიცა ერთი ვეცდები, რომ მხოლოდ ერთი თვალი დავდო ჯერ რა. მხოლოდ ერთი თვალი დავდო და იმას უფრო კარგად დაინახავთ, აი ესე. აი ესე. ეხლა თქვენ ხედავთ აქ, რომ ეს სიდონი, რომელიც არის ქოროსის თვალში მოთავსებული, არის ესე იგი სიტყვა. სიდონი წერია ასომთავრულით, ასევე მხედრულით. ვინც ასომთავრული იცით, მეგობრებო, მრგლოვანი წერა იმისთვის გასაგები იქნება, ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ და ვინც არ იცის, ვერ გაიგებს. ამიტომ თხოვნა არის, რომ თუ გაინტერესებთ ქოროსის თვალის გაგება, მრგლოვანი წაკითხვაც შეგეძლოთ. ასომთავრულის წაკითხვაც შეგეძლოთ. ესე იგი, თქვენ ხედავთ აქ ფორმას, უბრალოდ თვალის ფორმას, რომელშიც არის ჩასმული ეს მწვანე ფერი და მწვანე ფერში კიდე ყვითელი და ყვითელში არის ჩასმული აი ეს შიდა სიმრგვალე, რომელ სიმრგვალეშიც ისევე 4 სიმრგვალეა ჩასმული, თითქოს იასავით არის გაშლილი, ხო? იას ხომ 4 ფოთოლი ეს აქვს ყვავილის
განაყოფი აქვს ხო და აი ასეც ამ სიდონის ქოროსის თვალსაც 4 განაყოფი აქვს შიგნით. ეს ახლა მეგობრებო კი არ არის ისეთი საუბარი, ნახე, ესეთი რამე კი არ არის, რომ ეს ავდექი და მე დავბღაჭნე და ესე მოვიფიქრე და ნახატია უბრალოდ. ეს ჩემი ნახატი არ არის, მეგობრებო, უბრალოდ მე ახლა მოგიყვებით რა გავაკეთე და როგორ შევადგინე ეს ქოროსის თვალი რა. როდესაც ჩვენ განვიხილავთ, ესე იგი, ასომთავრულს, მხედრულს, ნუსხახუცურს და ჩვენ გვაინტერესებს, რომ აი ეს ანბანი რაღაცნაირად გავიგოთ რა მატრიცაა, რამდენიმე წლის წინ დავჯექი და მე არ ვიცი, გამეხსნა ესეთი მიმართულება მომეცა ინტუიციურად, რომ დავჯექი და დავიწყე ამის ერთ სივრცეში მოთავსება. როდესაც ერთ სივრცეში მოთავსება დავიწყე, მივხვდი, რომ ასომთავრული მრგლოვანი ასობგერები, რომელიც არის, აი ახლა თქვენ ხედავთ, ავწევ ახლა ამას. არ იწევა, ახალს დავდებ. აი ახლა ეს დამჭირდება. მარჯვენა ჩემი პერსპექტივიდან, ესე იგი, თქვენ რომ უყურებთ, მარცხნივ არის ასომთავრული ქვემოთ მოქცეული და მხედრული ზემოთ მოქცეული. მარჯვენა სურათზე არის ასომთავრული ზემოთ მოქცეული და მხედრული ქვემოთ მოქცეული. აი დააგვირდით ანი არის ორივეში. ანი არის პირის ველი. პირველი არის ანი. მაშასადამე ქართული ლოგიკის მიხედვით, ხო, ლოგიკა გავწიოთ გვერდზე საერთოდ, ქართული ანბანის მიხედვით და ქართული ამენის მიხედვით მივყევი ამ ანბანს და დავწერე მაგალითად თუ მხედრული ანი ორივე არსებობს, მაშინ ორივე უნდა იყოს ერთ სივრცეში მოთავსებული და უბრალოდ მიმართულებები მივეცი ამას და ვთქვი, რომ ორივეს აქვს უფლება, რომ იყოს ამ სიმრგვალეში ჩასმული. მაგალითად, თუ ამ მხედრულს პირველი ქვია, მაშინ ასომთავრულსაც პირველი ქვია და ასომთავრულშიც პირველი უნდა იყოს. მაშასადამე გადმოვატრიალე ეს ასომთავრული და ორივე თავზე რო იყოს მოქცეული, ხომ? ვერ გამოვიდა. ორივე თავზე თუ იქნებოდა მოქცეული, მაშინ ერთმანეთს მოეფარებოდნენ და ვერ დავინახავდით, რომ ის ერთი ასომთავრულია და მეორე არის მხედრული. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ ერთი გადმომეტრიალებინა და დამეწყო ისე წერა და როგორც აი ამ თევზების მიხედვით, ხო? თევზების მიხედვით მივხვდით, რომ იოტას კარი, რომელიც არის გულის ჩაკრაში მოთავსებული, ასომთავრულის მიხედვით ისკარიოტელის კარი არის, ანუ გული არის კარი. ეხლა ნახეთ, რომ აქ აი ამ სივრცეში ჩვენ, როდესაც ასომთავრულს მოვაქცევთ ქვემოთ და წავალთ საათის ისრის მიმართულებით, მაშინ ჩვენ გამოგვივა ესეთი მოძრაობა. ანი, ბანი, განი. ხედავთ, აი გვერდებზე რო აწერია ანი, მეორე ბანი და მესამე განი. სიდონი მოთავსებულია ანი, ბანი და განის შორის. ჩვენ დავინახავთ, რომ ესე იგი სარკისებურები არის აი აქ განიც, ბანიც და ანიც. თუ კი აი ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თვალი და დაახამხამა, ხო, ერთმანეთს დაადო ეს ანები. ანები დაადო ერთმანეთს. მაშინ ანი და ანი ერთმანეთს დაემთხვევა. და ერთმანეთზე დაჯდება. ანუ კი არ იქნება საპირისპიროდ. ის იქნება ერთმანეთზე დამჯდარი. თუ თვალი დახამხავდება და ანი დაჯდება ერთმანეთზე, მაშინ ის იქნება ერთი მიმართულებით. მაგალითად, ას პირი ექნება გახსნილი დასავლეთ მიმართულებით. აი მეორე მხარეს კი, სადაც ასომთავრული მაღლა არის მოთავსებული, ას თუ კი დაახამხამებს ეს თვალი და ერთმანეთზე დაადებს ანებს, მაშინ ას ექნება პირი ღია აღმოსავლეთის მიმართულებით. მიხვდით ხო, ეხლა რა ვსაუბრობ? მე მგონი მომყვებით. ასევე ბანი და განი გავს ერთმანეთს. თუ კი, ნახეთ, თუ კი ასომთავრულიდან მეორე ბანი და
მხედრულიდან მეორე ბანი თვალის დახამხამების დროს ერთმანეთზე დაედება. ამ შემთხვევაში მე მგონი ამ შემთხვევაში ბანის მიმართულება ორივეს ერთი მხრივ აქვს, მაგრამ სიმრგვალეები ერთმანეთზე ვერ დაედება, არამედ რვიანს წარმოქმნის. და ერთში იქნება ოთხკუთხედი ფეხი გამოწეული და მეორეში მრგვალი ფეხი გამოწეული. ხვდებით რას ვლაპარაკობ? ეს თქვენ უკვე თქვენს წარმოდგენაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ წარმოსახვით და წარმოსახოთ თქვენს თავში ის სურათი, როდესაც ეს ანი დაახამხამებს თვალს, ბანები ერთმანეთს როგორ დაედება და განები ერთმანეთს როგორ დაედება. ხვდებით ხო? კარგი, წავიდეთ ახლა ეს გარე წრე, ავხსენით დაახლოებით, რომ არის ორი მიმართულება, საათის ისრის საპირისპიროდ და საათის ისრის მიმართულებით, ხო? თუ გახსოვთ მატრიცასთანაც აი ესე მოვხდით თანთან მატრიცა რო გავხსენით. ეხლა როდესაც ჩვენ შევალთ შუა წრეში, ხო? ამ შუა წრეში არის ესე იგი წრე მოთავსებული და ამ წრის შორის კიდე წრეებია მოთავსებული, 4 ცალი, როგორც უკვე ვთქვით. ესე იგი ამ წრის შორის, სადაც მწვანე სივრცეა, ხო? ამ წრის შორის არის კიდე სივრცე მოთავსებული, ოღონდ ის სივრცე გაყოფილია 4-ად. ანუ ჯვარი აქვს მას დასმული, ხო? ეხლა ვნახოთ რა ჯვარი აქვს მას დასმული. ჯვარი არის ასეთი. როდესაც ჩვენ ავიღეთ ასომთავრულის, მე ავიღე ასომთავრული და ჩავსვი აი ამ მრგვალ სივრცეში, აღმოჩნდა, რომ თვითონ ასობგერები, როგორი ფორმითაც ისინი არიან მრგლოვანები, მოითხოვენ კიდევ სივრცეების შექმნას შიგნით აი ამ წრეში. ხო? ნახე 1, 2 და 3 წრე არის უკვე. ესე იგი წრე, მერე შიდა წრე, რომელიც არის სივრცე, მერე წრე, მერე კიდევ შიდა წრე, რომელიც არის მწვანე სივრცე და მერე წრე და მერე ისევ შიდა წრე, რომელიც არის ყვითელი სივრცე. და შემდეგ შუაში ზის ყვავილი. აი ეს ყვავილი, მეგობრებო, ჩემი დახატული კი არ არის და ჩემი მოფიქრებული კი არ არის, რომ მე მინდა რომ ესე ყვავილი ჩავხატო ამ წრეებში. ეს თვითონ ანბანმა გააკეთა. თუ როგორ გააკეთა ეს ანბანმა, შეგიძლიათ თითოეული თქვენგანი დასხდეთ, აიღოთ კალამი და ფურცელი ხელში და დაიწყოთ ყველა ასობგერების ჩასმა ისე, რომ ყველა ასობგერას ჰქონდეს თავისი მოცემულობა. ზოგი არის პატარა, ზოგი არის დიდი, მოითხოვს ეს ასე რომ იყოს. მაგალითად, თქვენ თუ აი ამ სიდონის ყველაზე შიდა წრეში, აი ყველაზე პატარა წრეში ხედავთ ასობგერა ლის საძის, ხო? ასომთავრულის ასობგერა ლის საძის, მაშინ თქვენ ხედავთ გარე წრის გარეთ აქვს ლის ფრთები გაწეული, ხო? ასევე რატომ დააჯდათ ჯვრები? ჯვრები არის დონები, რომლებიც პირდაპირ მოითხოვს, ესე იგი ჯვრის დასმას და ჯვარზე დასმული დონი, ნახეთ, დონი ხომ არის და ჯვარში ჩასმული, უпростоრედ დონში ჩასმული ჯვარი ქმნის შემდეგ ბანს, ოღონდ ეს მხედრული ბანი არის უკვე. ასევე მხედრული განი არის ამაში ჩასმული, მხედრული ბანი არის ამაში ჩასმული, მხედრული ანი არის ამაში ჩასმული. მაგალითად, შიდა წრეში, სადაც ყვავილია, იქ უკვე მხედრულს ვსვათ, მხედრული ასოები ეტევა. ხოლო გარე სივრცეში, სადაც არის, ესე იგი, პირველი მრგვალი წრე, ხო? ყვავილის მერე წრე, რაც არის ყვითელი სივრცე, აი ამ ყვითელ სივრცეში, მეგობრებო, არის მრგლოვანები ჩასმული და მაგ მრგლოვანებში ჯდება ანი, დონი და კიდევ რეები ჯდება, ონი ჯდება მაგ სივრცეში, ასევე ჯდება ფარი ჯდება მაგ სივრცეში, ჯდება ფონი მაგ სივრცეში, ჯდება კიდე რა ჯდება, ერთი წუთით,
თანი ჯდება მაგ სივრცეში, თანი არის ძალიან ნახევარწრი არის თანი. თანი ჯდება მაგ სივრცეში და თანაც ისე ჯდება, რომ ლის საპირისპირო მიმართულებით მიდის. ხვდებით? თუ კი ჩვენ ის გავუკეთებთ ამ თანს, მომყვებით? კიდე რა ჯდება მაგ სივრცეში? მაგ სივრცეში ჯდება ასევე უნიც. ეხლა წავიდეთ ჩვენ შიდა სივრცეში, ნახეთ. აი, ყვავილში ჩავიდეთ. ყვავილში ჯდებიან, ესე იგი. თითქმის უამრავი ასობგერა ჯდება. ბანი ჯდება, განი ჯდება, ენი ჯდება ამ სივრცეში, ვინი ჯდება, ზენი ჯდება, ჰემერვე ჯდება, ჰოე ჯდება, ინი ჯდება, კანი ჯდება, ლასიც ჯდება, მანის ჯდება, ნარიც ჯდება, იეც ჯდება, მაგრამ ესენი დაფარულებია, ვერ ხედავთ აქ. მოხაზულობას თუ გააკეთებთ, დაინახავთ, მაგრამ ეს ხედავთ მხოლოდ ყვავილს. ხვდებით? იე სხვათა შორის გარე წრეში ჯდება, ანუ დონის წრეში ჯდება იეც სხვათა შორის. ჟანი ჯდება, რაე ჯდება, სანი ჯდება. იცით როგორი საბეჭდება რჩება? თითქოს თავიდან იყო სულ თავიდან იყო ესეთი ფორმა და შემდეგ ვიღაცამ აი აქედან გამოიყვანა ფიგურები და გააცალკევა და მას დაარქვა სახელები რა. აი ესეთი საბეჭდება რჩება მე პირადად. და ამ ფიგურის ყველა ფორმის თითქმის ყველა არა, მაგრამ 40 სახე განიხილა. ერთი წუთით. ეხლა ამას წავშლი მე. და აი ამას განახეთ, დაინახეთ. ესე იგი, ყველა ფორმა აქვს აღებული აი ამ ყვავილიდან, ამ ადამიანს, ვიღაცას, ადამიანის არის თუ ვინც არის, ხო? და განხილული აქვს, ესე იგი, ყველა ჭრილში, აი ენი აქვს ამოღებული, ვინი აქვს და დაარქვა მერე სახელები. და საბოლოო ჯამში აი ნახე განი, ხო? ჩვენი ონი რომ ამოვატრიალოთ ასობგერა გ-ა, ხო? და გ-ში თითქოს სარკისებურად აქვს ეს გამშლელი კარიო რა. აი ეს არის ასობგერა გ. მაგრამ ეს არ არის ასობგერა გ, ეს გადაყირავებული ასობგერა გ არის. ხედავთ ეხლა თქვენ გადაყირავებულ ასობგერა გ-ს თვითონ სიდონში, ისა ქოროსის თვალში? დაინახეთ? დამიწერეთ რომ კი ან არა რა. განი ესე კი არ დგას. გ-ს ხო ესე ვწერთ ჩვენ. თავი და სიმრგვალე. განი დგას ესე. ნახე? აი ესეთ ფორმაში დგას განი ეხლა. გესმით? და აი ესეთ ფორმაში რო დგას განი, ესე იგი განი რომელიც არის ჩვენი სივრცე არის ოდნავ გადახრილი. განი უნდა გასწორდეს და აი ესე უნდა დადგეს რა, როგორც ჩვენ წერთ ხოლმე, თავი მაღლა უნდა კონდეს. რატო უნდა მოხდეს ეხლა ესენი? ხო, ალბათ გიკითხავთ, რომ რა საჭიროა ამების განხილვა და რას ვაკეთებთ ჩვენ? რა დებილობაა ეხლა ეს ყველაფერი რა და სწორედაც რომ ამაზე მომივიდა ბატონ მურმან ჯოხაძესთან კონფლიქტი რა. ეხლა რატომ მომივიდა ბატონ მურმან ჯოხაძესთან კონფლიქტი? ვეუბნები ბატონ მურმან ჯოხაძეს, რომ
ამ ანბანის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უნდა დაეთქვა ჩემთვის, რომ ეს ანბანი არაფერს არ წარმოადგენს, მე ვეცადე, რომ ამ ანბანის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავასწოროთ სივრცეები და თვითონ ბანიც და ყველაფერი, მაგრამ იცით როგორი შთაბეჭდილება დამჭირა, რომ ამ ადამიანს ან თითქოს არ უნდა რომ არ უნდა რომ აღიაროს ჩემს წინაშე რომ მართლა ესია, ან იცის და მიმალავს, ან კიდე უნდა რომ დამიმალოს, ან კიდე ვერ იგებს ვერაფერს, მაგრამ იმდენად გონება გახსნილი ადამიანია, რომ მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ბატონს მოვაჩცილებ მურმან ჯოხაძეს არ ესმის ამ ანბანის შესახებ რა. ჩემი აზრით ძალიან კარგად ესმის ამ ანბანის შესახებ და ესე იგი როგორი რაღაც თქვა იცი რომ შენ ამ ანბანს მე ვერ მასწავლიო, შენზე კარგად ვიციო და გაანებე ამ ანბანს თავიო. გესმის? გაანებე, თორე შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთო, რომ სულ დაამსხვრიო ყველაფერიო. ანუ თვითონ ძალიან კარგად ესმის ამ ანბანის მნიშვნელობა. ეხლა ნახე, ჩემი აზრით, თუ კი ღმერთმა გამიხსნა მე ამ ანბანის მნიშვნელობები და მეუბნება, რომ აი აქ იმუშავე ამაზე და აი ეს სივრცეები და ესენი გაასწორე, ჯერ ეგერთიც ქოროსის თვალი თურმე ძალიან ბევრს არ ესმის და მე მგონია, რომ ყველას ესმის. რადგან გავაცხადე ყველას ესმის. არ არის თურმე ეგრე, ძალიან ბევრს თურმე არ ესმის ქოროსის თვალი რა არის. და ვერ იგებს. ნუ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველა ასობგერ არის ერთი ზომის და ერთმანეთზე რომ დაადოს სხვა ფორმა მიიღო და მე გეტყვით, რომ ყველა ასობგერა არ არის ერთი ფორმის, აი ამ ქოროსის თვალმა მაჩვენა, რომ ყველა ასობგერას თავისი სიდიდი აქვს. ერთ სხივშია გატარებული. აი ამ ერთ სხივში ზოგი ასობგერა ახლოს არის, ზოგი შორს. ამის მიხედვით ისინი ზოგი პატარები ჩანან და ზოგი დიდები ჩანან. ყველაზე ახლოს ჩვენთან არის, ყველაზე ახლო სივრცეში ჩვენთან არის ეხლა ასობგერა მხედრული ბანი, იმიტომ რომ ყველაზე დიდია. და ყველაზე ბანის მერე მოდის მხედრული განი და განის მერე მოდის ასომთავრული დონი. ასომთავრული დონი არის ყველაზე დიდი. დონი 2-იც და ერთი წუთით 2-იც და იცოდე ერთი წუთით აი აქ ნახო. გადავამოწმო. დონი 2 და უნი. დონი 2 და უნი და ცანი. ერთი წუთი ცანი. თქვენ იცით რომ უნიში ზის ვიე, ხო? უნიში ზის ვიე. რომელიც არის თაღი, გასაღები, ხო? ეხლა თქვენთან საუბარში კიდე რაღაცები მეხსნება, რომ იცოდეთ. ეს ძალიან საინტერესოა. ეხლა მე თქვენ დაგანახებთ ერთ რამეს რა. აი თქვენ ხედავთ, რომ ერთი კალამი მჭირდება, აი აქ არის კალამი. აი თქვენ ხედავთ, რომ უნიში ზის აი აქ ვიე ეს ფორმა. აი აქ უნიში ესე ამოვღირავთ. აქ უნიში ზის ვიე არ ზის, აქ ზის ია. აქ ია ზის, აქ მთელი მხედრული ზის. აი ესენი არიან მხედრული ასობგერები. ამაში. და ასევე ასომთავრული ზოგიერთი. და ეხლა მე კითხვა გამიჩნდა რა, იცით? ამ უნიში აქ რომ ვიე ჩავსვათ და აი ამ ფორმაში ჩავადიოთ მთელი ამბანი, ხო?
საინტერესოა ეს ვიე ესეთი ფორმის იყო თუ უბრალოდ ვიღაცამ ინტერპრეტაცია გაუკეთა ამას ეხლა ეს უნდა გადმოვატრიალოთ და ეს არის ღანი, ხო? ეს ხო ღანი არის. და აი ეს რატოზის წრის ესა შუა ხაზის გარეთ მაინტერესებს რა. ეს შუაში რატო არ არის მოქცეული? ეს უნდა იყოს აი აქ. და ეს უნდა იყოს აი აქ. მაგრამ რადგან ეს პატარაა, მივხვდი ხალხო, მივხვდი. იმიტომ არის ეს გადახრილი ოდნავ. წარმოიდგინეთ, რომ აი აქ სხივი გადის, ხო? აი ეს სხივი გადის ამაში. და ეს ოდნავ გადმოწეულია აქეთ. ან ის არის თვითონ ოდნავ იქით გადაწეული. ანუ ვერ სწორდება. მივხვდით რას ვლაპარაკობ ხა? სივრცეში რო წარმოვიდგინოთ, აი ეს ამხელაა, მაგრამ შორს არის ოდნავ. ეს შორს არის ოდნავ და რადგან შუაში არ აჯდება, ხო? ეს ღანი უნდა დააჯდეს აი აქ შუაში. ეს უნდა იყოს აი აქ. ამიტომ ჩვენ ახლა ესე უნდა რაკურსი უნდა მოვატრიალოთ ოდნავ, რომ უბრალოდ ხო ესე უნდა მოვატრიალოთ, რომ ეს მოექცეს შუაში გადმოიწიოს რა და აი აქ დაჯდეს. მერე ეს დააჯდება აი აქ. ეხლა მივხვდი სად არის აქ, სად დაუშვეს შეცდომა და რატო ჩაიძირა რა ატლანტიდა. ეხლა ნახეთ. აი აქაც სიმეტრია არის დაცული. ხო, აქაც სიმეტრია არის დაცული. სიმეტრია არის ყველგან თითქმის დაცული. აი ამათ შორისაც სიმეტრია არის დაცული. სიმეტრია ყველგან არის. მაგრამ აი აქ უნიში ეს გასაღები რომელიც არის ვიე არის ოდნავ გადაწეული აქეთ მხარეს არის არ ჯდება შუაზე. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ როგორი რაკურსიდან იცი? სივრცეში ხა როგორ დაგანახოთ, მე რო 3D მქონდეს აქ მაგის საშუალება დაგანახებდით, მაგრამ ეს წრე, აი რო გაიხედავთ, ხო? აი ამ წრეში ხო გაიხედავთ თქვენ. და ესე გაიხედავ თუ ესე გაიხედავ, ხო აქ მაგას მნიშვნელობა. ნახე როგორ იცვლება სივრცე? ჩვენ ვიყურებით ახლა აქ. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ვიე, ხო? ეს არის ვიე. ეხლა თუ შუაში იდგა ეს ვიე და გასწორებული იყო სივრცე, ხო? თუ გადაიხრებოდა ხაზი, ან გადმოიხრებოდა ხაზი, ესეც თავისთავად იქით გადავიდოდა, ან აქეთ გადმოვიდოდა, ხო? და ჩვენ უნდა ვუყუროთ ახლა სივრცეს. წარმოიდგინეთ, რომ ახლა ეს გვეუბნებიან, რომ ესე ვითომ სწორად ვიყურებით და თან აქეთ არის გადაწეული ეს ვიე. ეგრე არ გამოვა რა, ეს ვიე თავის ადგილზე უნდა იდგას, უბრალოდ ჩვენ უნდა გადავწიოთ რაკურსი. აი წარმოიდგინეთ ახლა ესე დგას ვიე. მაგრამ ჩვენ შუაში უნდა მოვაქციოთ ეს ვიე. გესმით? აი ესე, აი ნახეთ რამდენი გრადუსით არის გადაწეული ვიე. მოკლედ მიხვდით ხო რა გითხარით? ეს ვიე არის რაღაცა გრადუსით თვითონ კი არ გადაიწია, ჩვენ გადავიწიეთ, ჩვენ გადავიხარეთ. აი ჩვენ გადავიხარეთ, ესე შევხედავთ თუ ესე ეგ უნდა გავასწოროთ რა. აი დონი მაგალითად, ხო არის დონი. დონი. აი აქ დაგიხატავთ ახლა დონი. და აქ აქვს ესეთი, ხო? და ესეთი კი არა, აი ესეთი აქვს. ამას მნიშვნელობა აქვს. და ეს ბანი, ნახეთ, ბანი როგორი რაღაცა არის, ესეთი და ესეთი. ბანი ვერანაირად ვერ ჩაჯდება ქოროსის თვალში. აი ბანი, აი ეს ბანი, ხო? ვერანაირად ვერ ჩაჯდა აი ამაში რა. ამიტომ ბანი ჩავსვი აი აქ. ნუ აქ შეიძლება ესე იყოს. ესე. და განი ჩაჯდა ესე რა.
იმიტომ რომ განი აქ ვერ ჩაჯდება, აქ ვერსად ვერ ჩაჯდება, იმიტომ რომ სიმრგვალე არ არის. აქ რამდენიმე სიმრგვალეა, მაგრამ იმ სიმრგვალეს თავი აღარ უკეთდება. მაგრამ აი ამ განთან ასასვლელი კარი რომელიღაც ასობგერამ შემიქმნა. ერთი წუთით ეხლავე გეტყვით რომელმა შემიქმნა, იცით? აი მოდი ესე დავიწყოთ რა. მივხვდებით რომელი. ჩავსვათ ანი ამ სივრცეში. ნახეთ, ანი აქ არ ჩაჯდება, იცით რატო არ ჩაჯდება აქ ანი, მეგობრებო? ანის აქვს მხოლოდ ღანის ფორმა და არა სიმრგვალე. სიმრგვალე არა აქ ანის. ამიტომ ანი ამ სიმრგვალეში ვერ ეტევა. ანის უნდა მოვუძებნოთ ჩვენ ისეთი ადგილი, სადაც აი ამ ფორმის იქნება თვითონ ეს. ამ ფორმის მეგობრებო არის, ნახეთ, აი ეს. ეს ერთი პატარა მონაკვეთი. და აქ ხაზია გასმული. ეს არის ანი. ანი ესეთი პატარაა. ყველაზე შორს ანი არის ჩვენგან. ეხლა წავიდეთ ბანში. ბანისაც ის ბანი ზის აი აქ, ნახეთ, აი აქ ზის ბანი. ეხლა წავიდეთ განში. განისაც ის აი ესეთი ფორმაა, ხო? განი არის აი აქ, ნახეთ, ესე და ესე. ერთი, ესე. ეს ხო ამოყირავებულია. უკაცრავად გასასვლელი აქ არის. აი განი. განი ზის აქ ესე და აი ესე. აქ არის გასასვლელი განის. აი ეს არის აქ. ამაში. აი ეს ნახეთ სად არის, სად მოხდა? ამიტომ მომცა იმის საშუალება, რომ აქ გავსულიყავი. აი ამაში გავსულიყავი რა. კარგი. განმა მომცა, ასომთავრონმა განმა მომცა მე აი აქ გზა. ამაში გამსვლელი გზა. მერე დონი არის აქ, ნახეთ. დონი არის ეს. ენი არის პატარა. ენი არის ესე და ესე. აი ეს არის ენი. ვინი? ენის შორს არის. ვინი, აბა ნახოთ სად ზის ვინი. ვინი არის ესე და ესე. აი ნახეთ. ესე და ესე. იწერება ვინი. აი ამ განაყოფში. ცაკ. ეხლა ზენი ვნახოთ, აბა ზენი სად იწერება? ზენი იწერება აი ესე და ესე. ჰე არის ოდნავ რთული და თავსდება, აუ სად თავსდებოდა ჰე? ჰე სად თავსდებოდა? ხო, აქ. შუაში თავსდებოდა ზუსტად. აი ეს არის ჰე. ეხლა თანი. თანი, ნახეთ რამხელა თანი, აი ესეთ განაკვეთზე იწერება თანი. ხვდებით? თანი იწერება ესეთ განაკვეთზე. უბრალოდ აქ პატარაზი აქვს ჩამოცული, პატარაზი. ერთი წუთით უკაცრავად. აქამდე კი არ გადის თანი, აი აქ არის თანი. ეს არის თანი, მეგობრებო რა, აი ეს. თანის ნახე, თანის აქვს აი ეს სივრცე, ამ სივრცემდე არ გადის. შუაში ჩერდება. იგივენაირად აი აქ შუაში უნდა გაჩერდეს ეს თანი. ეხლა ზენი ვნახოთ სად ზის რა. ზენი ზის აი აქ, ნახეთ, ესე და ესე. აი ამაში ზის ზენი.
ეხლა ენი ზის ამაში. ენი შეგვიძლია ასევე ამაშიც ჩავსვათ. როგორც ჩვენ მოგვინდება რა, ან ახლოს მოვიყვანოთ, ან მარტო ამაში ჩავსვათ. ენი კი არა და ინი უпроსწორად. კარი, იგივე კანი. კანი სად ჩაჯდებოდა, მეგობრებო, კანი ჩაჯდებოდა, აი ახლა ჩვენ გადავწყვიტოთ, რომელი კარი გვინდა, ჩვენ გავაყოთ რა. კარი ჩაჯდებოდა ან ამაში, ან ამაში. ან ამაში, ან ამაში. და რადგან კარი გამსვლელი დონში ეს არის, მე უფრო ჩავსვავდი ამაში. ხედავთ როგორ იწერება კანი? აქ არ ჩავსვავდი, აი აქ ჩავსვავდი. აი აქ ესე. ეხლა ლასია ბა? ლასი სად ჯდება? ლასი ჯდება ისევ და ისევ აი ამაში. ეხლა მანი სად ჯდება? მანი ჯდება აი აქ. ნარი იგივენაირად აი აქ. ადვილია ხო? ძალიან ადვილია გასაგებად ხო? და ესე რომ გავყვებით, მერე მივხვდებით, რომ სად რომელი ასობგერა მოითხოვს, პატარა იყოს და რომელი დიდი. ანუ რა იყო ახლა ამაში გავუგებარი? ყველაფერი კარგად გასაგები არის. მაგრამ ზოგიერთებს არ შეუძლიათ ამის დანახვა. მე მგონი გაგაგებინეთ ხო, როგორ ჩავსვი ეს ასობგერები ამ ყველაფერში და რომელი ასობგერა არის დიდი და რომელი არის პატარა. მაგრამ მაინც ვეძებ ვიეს. რომელიღაცა უნდა იყოს ვიე რა. მოდი ვნახოთ რომელია ვიე რა. ბარემ რახან აქ ვართ. ვიე არის ესეთი. ვიე ასევე არის ესეთიც, ნახეთ, ესეთია. ესეთიც არის. ესეთიც არის და ესეთიც არის. ამაში ჩაჯდებოდა აი აქ, ნახეთ. ეს ჩაჯდებოდა აი ხედავთ ამას სულ სხვა ფორმა აქვს ახლა გაკეთებული. არ ვიცი ეს ვინ შექმნა საერთოდ და როგორ შექმნა. აქ თანზე დააწყო ეს როგორც ჩანს. და მე ყველა ასობგერა მოვათავსი აქ. მოდი აბა აი ეს ახლა ეს ჩავსვათ აქ რა. ესეთია და ესეთია. ეს არის და ეს არის. ამის ნახევარია რა. ნახე ეს თაღი ხო არის ეს, მაგრამ არც ეს არ არის სიმრგვალე, ანუ 100 მიხედვით უნდა ჩაჯდეს. ხო, ნუ გასაგებია, ეს გვეუბნება ჩვენ, რომ რომელ ნაწილსაც გვინდა იმას ავირჩევთ რა. მაგალითად, ამ მხარეს ვერ გავხსნით, იმიტომ რომ მოტრიალებული აქვს აქეთ ამ მხარეს, ხაზის აქეთ. ესე იგი, ჩვენ ხომ გავიგეთ, რომ ჰ-მერვე არის აქ და ეს ვიე კიდე უნდა იყოს ან ამაში, ან ეს უნდა იყოს, ან კიდე ეს უნდა იყოს რა. აი ეს უნდა იყოს, ან ეს უნდა იყოს. ან მთლიანად ეს უნდა იყოს, მაგრამ ამას სხვა სიმრგვალი აქვს, ამას სხვა თაღი აქვს. ამას სხვა თაღი აქვს და ამას სხვა თაღი აქვს. ეს სიმრგვალეზე არის. და ას აქვს ზუსტად ეგეთი. ეს არის ვიე ნუსხახუცურით და ეს არის არა უბრალოდ ეს მხედრულით იქნება და ეს კიდე ნუსხახუცურით ალბათ ეს და ეს. აი ეს სად იქნება ამაში? ახლა მოდი ვნახოთ, ესე იგი ესეთია. აი ეს დახრა ამაში სად? არა, ეს ნუსხახუცურია და ეს სულ სხვანაირად განიხილება.
მოკლედ აი მხედრული ვიე ჩაისმევოდა ჩემი აზრით ამაში ნახეთ ესე და ესე აი ამაში ჩაისმევოდა ესე და ესე ან ესე და არა ამაში ვერ ჩაიჭ თუმცა ესე და ესე ან მოკლედ ამ ვიეს ვერ ვუძებნი ადგილს ეს ნუსხა ხუთსურია და ნუსხა ხუთსური ესენია ისე საინტერესო იქნებოდა ნუსხა ხუთსურიც ჩაგვეტია ქოროსის თვალში რა ფორმას მიიღებდა მალე დედიკო მალე და ასომთავრული ფიც ანბანი ხო აი ფიც ანბანი ამას გვაძლევს მეგობრებო ფიც ანბანის ერთ სივრცეში გასწორება ამ სივრცეს გვაძლევს აი ამ ფორმას გვაძლევს რა ძალიან ადვილია ეხლა მაგის გაგება რა უნდა ამ ფორმას გვაძლევს და ეხლა ჩვენ თუ ავიღებთ და დავწერთ ქართულ მხედრულს აი ეს არის მხედრული მეგობრებო რა ვინც არიცით მხედრული ასომთავრული და ნუსხა ხუთსური აი ამეების მიხედვით ხო მაგალითად მხედრული ჰოე რომელიც თამარს აქვს გამოსახული ხო აქ ჩაგიშორთ ახლა ჰოე ხედავთ ხო ჰოეებს როგორ ჩაჯდა ეგ რო გადმოტრიალდა ესეთი იყო მანამდე თამარის ხელმოწერა ქვემოთ ახლა რაც გამოჩნდა ეგ არის მაგრამ თუ კი გადმოვატრიალებთ ჰოეს მიხედვით ხო ჰოეს თუ გავასწორებთ და აი ნახეთ ამ ფორმაში ჩავსვათ აი შიგნით მოთავსებულ პეპელას მანდ უკვე თ გადაიქცევა 9-ად და რ გადაიქცევა 5-იანად ეხლა მოდი დავამატოთ კიდე რა ასობგერები იცვლიან ფორმას მაგ დროს როცა გაიხსნება კარი ესე იგი ლ აი ეს ლ გადაიქცევა Corazón de la grande Babylon აი გადაიქცევა 8 ესე იგი ლ ასობგერა ლ გადაიქცევა 8 ენად ლასი გადაიქცევა ენად ლასი უნდა ვცნოთ ეხლა კიდე რა განახოთ საოცრება ეხლა მე თქვენ უნდა განახოთ სად იწერება ნარმანები იწერება აქ ν და მ და ნარმანების წრეში ზის თამარი ხელმოწერა ჰოე თამარი კი არ ზის ნარმანების წრეში 9 და 5 ზის 9-იანი და 5-იანი ზის იმიტომ რომ ამოტრიალდა და იმან შეიცვალა ფორმა და აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა დაეკისრა მაგრამ ჰოეები ზიან ნარმანის წრეში და თამარი თვითონ ტრანსფორმირდა 9-იანად და 5-იანად მოდი ახლა ვნახოთ 9 ასობგერა რომელია რა 9 ასობგერა რომელია ცხრა ასობგერა იგივე თანი არის საინტერესო ძალიან საინტერესო რაღაცა ვნახეთ ახლა ჩვენ ისევ თანი დარჩა
და 5 ასობგერა არის ენი. მე-5 ასობგერა არის ენი. ესე იგი რ ტრანსფორმი და ეთ თამარის მონეტის გასაღების გადატრიალების დროს რ ტრანსფორმი და ენად, ლასიც ტრანსფორმი და ენად და დაჯდა ესე იგი 5-5-5-ზე, რომელიც არის მასონების დღევანდელი მასონების ვითომ მათი ნიშანი. არა და თურმე ეს მასონების ნიშანი კი არ ყოფილა, მათ წაგვართვეს ეს ცნობიერება და აგერ თურმე სად დააჯინა თამარმა ხუთიანებზე ეს ანბანი. გასაგებია, თუ თამარს დააწერეს, ეხლა თამარმა უკან დააწერა მაგათ ეგ ანბანი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას რა. ხო გითხარით, არაფერს არ გართმევთ მეთქი, უბრალოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რომ არც შენ ხარ მაღლა და არც მე ვარ მაღლა, არც შენ ხარ დაბლა და არც მე ვარ დაბლა, ყველა ერთ სივრცეში ვართ. ეხლა იმას ველაპარაკები მასონთა თავს, ქართული რო იცის. ერთი სიტყვით, მეგობრებო, სიტყვით, ერთი ისრის ტყვით, მე გეტყვით, რომ ქართული ანბანი არის მატრიცა. ვინც გავიდა ამ წრიდან, გაიგო რა არის ქართული ანბანი. და ბოლომდე მაინც ვერავინ ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ეს არის ხომ გეუბნებით, უსასრულო განვითარებაში არის, სულ განვითარებადია, აი, არ ვიცი ხა ეს არის წარმოუდგენელი სივრცე რა. ჩვენთვის წარმოუდგენელი სივრცე, იმიტომ რომ აგერ ჩვენ მარტო 0-ით და 1-ით იმხელა სივრცე შევქმნით, რომ აი ამ კომპიუტერებს იმაშვებით რა, როგორც გვინდა ისეთ ფორმას ვაძლევთ შიგ თავს. ყველაფერი შეგვიძლია დავსახოთ, ყველაფერი შეგვიძლია წარმოვქნათ, ყველაფერი შეგვიძლია დავხატოთ. მარტო 0-ით და 1-ით. და წარმოიდგინე ახლა ამ სივრცით, აქ 0 და 1 კი არა, 0 და 9-მდე არის ხალხო, 9-მდე. რამხელა შესაძლებლობები არის საერთოდ წარმოგიდგენიათ? მე ვერ წარმოვიდგენია ჯერ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შესაძლებლობები არის ამ სივრცეებიდან შეიქმნას რა. და აგერ რასაც ხედავთ, მაგ სივრცეებიდან არის შექმნილი. ყველაფერი არის მაგ სივრცეებიდან შექმნილი. წავიდი ახლა მეგობრებო, დავიღალე რა, მე მგონი ძალიან ბევრი ვისაუბრე ამ საკითხზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთავარია სინათლე გავიდეს ყველგან. სინათლეს არ ვიჭერთ ჩვენ, ქრისტე არ იჭერს სინათლეს, ქრისტე ცდილობდა, რომ აი ეს სინათლე მიეცა ყველასთვის, არ არის საშიში სინათლე სხვებისთვის. თუ კი ილია მეორე ამ ინფორმაციებს აჯდა და თვითონ იცოდა და არ გეუბნებოდათ, აგერ გეუბნებით, რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს სინათლე. ყველასთან უნდა მივიდეს ეს სინათლე, იმიტომ რომ აუცილებლობას წარმოადგენს. და ისევ დაუკავშირდები ახლა მე იმას რა. რას დაუკავშირდები, იცი? ენოქს დაუკავშირდები რა. აი, ენოქს დაუკავშირდები. იგივე ჰენოხს. ჰენოქი, იგივე ენოქი და ენუქს უძახიან დღეს. იყო ადამიანი, რომელიც ლაპარაკობდა ანგელოზებთან. დღეს ისინი დაცემულ ანგელოზებად იწოდებიან, რამე თუ მათ გაანდეს, აი ესენი, მე რასაც განდოთ თქვენ, მათ გაანდეს კაცობრიობას, კაცობრიობა ადგა და შემდეგ ცუდად გამოიყენა ეს ყველაფერი. მერე ღმერთმა დასაჯა. ეხლა საკითხავია, რომელი ღმერთის ჯის? ქრისტეს ღმერთი არ სჯის, იმიტომ რომ თვითონ გვეუბნება ქრისტე, რომ არ გსჯისო ჩემი მამაო. საყვარელიაო ძალიან. მაშინ დამსჯელი ღმერთი რომელია? იახვე, ხო? აქედან გამომდინარე, ენოქი იცნობდა იახვეს. იმიტომ რომ იმ ღმერთმა დასაჯა კაცობრიობა. თუ ქრისტე გვეუბნება, რომ ჩემი მამა არ სჯისო, ესე იგი, ის ღმერთი, რომელმაც კაცობრიობა დასაჯა, არ იყო ქრისტეს მამა. ის სხვა ღმერთი იყო. თავის თავს უწოდებდა ღმერთს. თავის თავს კიდე ღმერთს ვინ უწოდებს? იახვე. იგივე იალდაბაოთი.
რომელიც მასზე ზემდგომს ვერ ხედავს. ვინც ის შექმნა იმას ვერ ხედავს. ის ხედავს მხოლოდ თავის თავს, რომ აი მე ვარ აქ ყველაფერიო. იახვეთ, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰერმეს ტრისმეგისტოსი. იმიტომ რომ მან მართლაც შეძლო უკვდავება, მან მართლაც შეძლო ბევრი რამის გაგება, აი წარმოიდგინა ტიპმა, რომ მე ვარ ყველაფერი რა. ჩემს იქით არაფერი არ არსებობს. აი ესეთი ღმერთის ჯის მეგობრებო და შემდეგ მოდის ქრისტე და სინათლეს აძლევს ყველას. არ უფრთხილდება იქ ბავშვი, ქალი, კაცი, უტვინო, ტვინიანი, ბრმა, მათხოვარი, მოხუცი, მრუში, თუ ვინ, თუ მებაჟე, არ უფრთხილდება არც ერთს, საიდუმლოდ არ იტოვებს არაფერს. ადგება და გასცემს სინათლეს, გასცემს და გასცემს ამ ცოდნას. მაგრამ სამწუხაროდ ეს ენა ესმოდათ მხოლოდ ესენებს. ესენები ერქვათ მათ. ესენები იყვნენ ქალები, რომლებიც იყვნენ ენებით დაკავებული და იკვლევდნენ ენებს. ამიტომ დაერქვათ ესენები და პირდაპირ გვეუბნება, აი ისტორია გვეუბნება, რომ ყველაფერი საქართველოში ხდება, მეგობრებო. ის კი არ დაერქვა როგორ არის გერმანულად არის სპრახე, ენა არის სპრახე. სპრახეები კი არ დაერქვათ, დაერქვათ ესენები. და ესენები კოდია, პირდაპირ გეუბნება, რომ ქართულად ვიგებთ ვინები იყვნენ, იმიტომ რომ ენებს ანუ ამტკიცებს თავის თავს, თუ ენებს იკვლევდნენ და დაერქვათ ესენები, ესე იგი ქართულად დარქმიათ, ხო? ქართულად დარქმიათ სიტყვა რაღაც წარმომადგენლობას, ჯგუფის წარმომადგენლობას. და ჩვენ აქედან ვიგებთ, რომ ქართული იყო, აქ საქართველოში ხდებოდა ეს ყველაფერი და არა სადღაცა იქ აფრიკაში, ვთქვათ. თუ კი ქართულად ხდებოდა ყველაფერი და ესენები იყვნენ ქალები, რომლებიც ადიოდნენ და აი მაგალითად აი ეს მაგალითად ახლა დაგიპოსტავთ მე აი ამ სურათს, რომელიც არის ანას გამოსახულება და ხელი აქვს მიდებული პირზე, ხო? და პირდაპირ საუბრობს სურათი, რომ ჩუ ენიო გესმის? ჩუ ენი. ჩუ ენი არის ეს. ასევე ჩვენი არის ეს და თანაც ჩუ ენი არის ეს, გესმით? არ ვიცი, დამთხოვებს თუ ხედავთ ხართ დამთხოვულები, მე ვხედავ აქ ღმერთის კანონზომიერებას. უზენაესი ღმერთის კანონზომიერებას ვხედავ, რომ ეს ყველაფერი დამთხოვა არ არის, მეგობრებო რა. მე არ ვარ დამთხოვული. დამთხოვული ხართ თქვენ, ვინც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დამთხოვა არის რა. და არც ამით არ გაყენებთ შეურაცხყოფას. თქვენ გონიათ დამთხოვულები ცუდები არიან? არა, უბრალოდ ისინი ფიქრობენ, მათი პერსპექტივაა დამთხოვულობა, ჩემი პერსპექტივაა ჩუენობა რა. ჩემი პერსპექტივა არის ღმერთი, ანი და ჰოე. აი, ანი და ჰოე ვარო ამბობს ქრისტე. და ვიღაცა ამას უწოდებს სისულელეს. როცა ქრისტე ამბობს, მე ვარ ანი და ჰოეო. თუ ის გაიგო, რომ ჭამეთ ეს პური და ჩემი სისხლი ხორცი იქნება და ღვინო ჩემი სისხლიო, ის თუ გაიგო. ეს რატო ვერ გაიგო, კაცო, რომ ანი და ჰოე ვარო, რო თქვა, ეს არის ანი და ჰოე. რატო ამას არ ჭამს, თქვათ. მარტო პური და ღვინო რო გაიგო და ის რო გადათარგმნა. ხო, აი სისუსტესთან გვაქვს ჩვენ საკითხი, როცა მარტო ერთ ჭრილში ვიგებთ და მეორე ჭრილში არა, ხო? სუსტები ვართ ამ დროს, იმიტომ რომ მარტო ერთი რაღაცა გავიგეთ და მეტი ვეღარ გავქრჩეთ. და თუ კიდევ მილიონობით პერსპექტივა არსებობს ამ დედამიწაზე, ხო მილიონობით პერსპექტივა უნდა გავიგოთ, რომ ღმერთამდე მივახციოთ, ხო? თუ ვერ გავიგებთ, ვერაფერს ერთ პერსპექტივას გავიგებთ მარტო და სწორხაზოვანი ვიქნებით რაღაცა ესე ერთგანზომილებაში, რომ ერთ ხაზზე მივდივართ მარტო. და მზეს 9 თვალი აქვს ხალხო. 9 თვალა, მართლა 9 კი არა, უსასრულო და აქვს თვალები, ესე იგი, ხო? 9 უსასრულობას აღნიშნავს ქართულ სიტყვაში. და 9 თვალი თუ აქვს მზეს,
მარტო ერთი თვალი თუ გავიგეთ ახლა ქოროსის თვალი თუნდაც ხო? მარტო ეს პერსპექტივა კი არ არის. ამის გარდა კიდე არის უთვალავი პერსპექტივა. ხო, ხელოვნურ ინტელექტს კითხეს დამიხატეო ეს როგორი იქნებოდაო, აი ეს ქერუბიმი და სერაფიმიო და უზენაესი ღმერთი როგორი იქნებოდაო და უზენაესი ღმერთი დახატა აი იმდენი თვალით, რომ თქვენ ვერ წარმოიდგინეთ რა. წარმოიდგინეთ და ქერუბიმი და სერაფიმი ერთი თვალით კი არ არის დახატული, ან ორით. ქერუბიმები და სერაფიმები არიან 16 თვალით, ზოგი 36 თვალით არის დახატული, ზოგი არ ვიცი 50 თვალით გააჩნია სად რომელ ფრესკაზე რანაირად არის, ზოგი 3 თვალით, ზოგი 4 თვალით, ზოგი 6 თვალით, ზოგი 6 ფრთით, ზოგი 3 ფრთით. ხო და აი ეს არის რა. პერსპექტივას რამდენსაც ჩაწვდები, იმდენი ქერუბიმი და სერაფიმი ხარ. წავედი ახლა მე გაგუცეთ თქვენ გისურვებთ სერაფიმობას და ქერუბიმობას და გაღმერთებას. მეგონი კითხვები არ გაგიჩნდათ დღეს, ხო? გაგუცეთ.